საღამოშვიდობისა მეგობრებო, დღეს 14 თებერვალია, პარასკევი და ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერში მთავარი გეოპოლიტიკური შოუა დიდი სივრცე, შეგახსენებ, რომ ყველაფრის მოსმენა შეგიძლიათ რადიო სიხშირეზე 98 და 5 და პრაქტიკულად ყველაფრის ნახვა ასევე შეგეძლებათ შესაბამის Facebook და YouTube გვერდებზე და არხზე. გთხოვთ დალაიქოთ ეს ვიდეო, მით უფრო რომ დღეს ჩვენ ყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმარი, ქართული საინფორმაციო და სააზროვნო სივრცის გამოჩენილი წარმომადგენლები, კავკასიოლოგი ჟურნალისტი მამუ ყარეშიძე და ისტორიკოსი და სოციალური მოაზროვნე სოსო მანჯავიძე. საღამოშვიდობისა ბატონებო, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მიხარია თქვენი ნახვა ამ სტუდიაში და საერთოდაც თქვენი ნახვა მიხარია. ჩვენ ისე ვაგრძელებთ დისკუსიას თემაზე თუ ვინ გაინაწილებს სოფლიოს 21 საუკუნეში, ამას წინა სამი გადაცემა მიუძღვენით, მით უფრო დღევანდელი გადაცემა სითხოვს ამ თემის განხილვას. მით უფრო რომ უახლოვდებით, როგორც ჩანს, ბოლო უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე გარკვეულ კულმინაციას. მაგრამ სანამ დავიწყებდეთ ჩვენს დისკუსიას და პოლემიკას, მინდა გაჩვენოთ ორი სლაიდი და ვთხოვ მსმენელს და ასევე სტუმრებს გამოთქვან თავისი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოისმენთ და რას დაინახავთ ამ სლაიდებზე. პირველი სლაიდი. ეს არის სოციოლოგიის კიევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემები, რომელიც ასახავს უკრაინელთა დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და ეს მონაცემები არის მოყვანილი დინამიკაში. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს ბოლო სვეტი, ლუტი არის უკრაინულად თებერვალს ნიშნავს, სხვათა შორის ძველ რუსულზეც იგივეს ნიშნავს, ეს ისე ლინგვისტური ნიუანსი. ანუ 2025 წლის თებერვალი ვხედავთ, რომ კითხვაზე სწორი თუ არასწორი მიმართულებით მიდის უკრაინა, უკრაინელი რესპონდენტების მხოლოდ 46% მიიჩნევს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით ვითარდება. სხვათა შორის შეგიძლიათ გადახედოთ წინა წლის მონაცემებს და იქ აშკარად ჩანს, რომ ჯერ კიდევ შარშან 2024 წელს 51%, ანუ უმრავლესობა თვლიდა, რომ უკრაინა სწორი მიმართულებით ვითარდება. ახლა მინდა შემოგთავაზოთ მეორე დიაგრამა. ამჯერად ამ სლაიდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პრაქტიკულად იგივე ფორმულირების მქონე კითხვა და შესაბამისი მონაცემები გამოკითხვიდან, რომელიც საქართველოში არის ჩატარებული დამოუკიდებელი ორგანიზაციის სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ იანვრის თვეში. ამდენად ამ მონაცემების შედარება სრულიად რელევანტურია, პრაქტიკულად ერთ პერიოდს ასახავს და თუ კი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ორივე კვლევა არის რაოდენობრივი და ცნობილების ხარისხით იდენტურია, ანუ აბსოლუტურად კორექტულად ვადარებთ. კითხვაზე. თქვენი აზრით ზოგადად საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით და რას ვხედავთ? ვხედავთ, რომ იმ რესპონდენტთა ჯამი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, შეადგენს 61.7%. ანუ კიდევ ერთხელ, ქვეყანაში, უკრაინას გულისხმობ, რომელსაც ემუქრება საკუთარი ტერიტორიების მინიმუმ 20%-ის დაკარგვა, რომლის მოსახლეობა თითქმის 2/3 არის შემცირებული, ანუ თუ კი გავითვალისწინებთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 42-45 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა უკრაინაში. ხოლო ომში დაღუპულების, დაჭრილების და დასახიჩრებული მებრძოლების რიცხვი 500,000-დან 1,5 მილიონამდე მერყეობს, რომლის ეკონომიკა განადგურებულია და არსებული დემოგრაფიული კატასტროფიდან გამოსავალს ვერც ერთი უკრაინელი დემოგრაფი ვერ ხედავს, მოსახლეობის მხოლოდ 46%-ს მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ხოლო საქართველოში,
რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დინამიურ განვითარების ეკონომიკას წარმოადგენს მსოფლიოში, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო კორპორაცია თუ კონსორციუმი ფინანსური, ციფრული თუ ენერგეტიკული მარშრუტების გამტარე ინტერკონტინენტალური ჰაბის პერსპექტივას უწინასწარ მეტყველებს, ქვეყანა, რომელიც არ ებმევა დამღუპველ ავანტიურებში და ენარჩუნებს მშვიდობას, ამ ქვეყანაში რესპონდენტების 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მე არ დავიწყებ ახლა აქ სხვადასხვა ვარაუდების განვითარებას, ხო? მაგალითად ჩვენ ვართ მაქსიმალისტები. ეს მითხრა და მე ვუთხარი და უკრაინა, რომელიც რუსებს ეუბნება 3 წლის განმავლობაში, ისინი მინიმალისტები არიან. ანუ შეიძლება შეგრძნებები, აი მაგალითად ხშირად აქვეყნებენ ბედნიერების ინდექსს. და ამ ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის აღმოაჩენთ მაგალითად პირველ ადგილზე არის დომინიკანა. ან შრი-ლანკა. მე აიღებ უბედური ქვეყნების რიცხვს, იქ არის მაგალითად ბრიტანეთი მეოთხე ადგილზე უბედურების მიხედვით რა. მაგრამ ეს არის შეგრძნებები. კი ბატონო. ეს არის განცდა. აი მაგალითად კუბელი ბედნიერია, როგორც ბრაზილიელი ბედნიერია. ევროპაში, ჩრდილოეთ ევროპაში შეიძლება სხვა სურათი მიიღო. მაგრამ აქ ხო რაციოზე არის საუბარი. აქ არის აი მაგალითად ჩვენი და უკრაინელების ადამიანის განვითარების ინდექსი არის საკმაოდ მაღალი და პრაქტიკულად იდენტურია. მე არ ვიცი ახლა ამ კვლევის ავტორებს, ერთსაც და მეორესაც, უკრაინაში და საქართველოში, არის თქმა უნდა, რომ უმრავლესობა უკრაინელების არის იდიოტი, აქ არის ან ვინ უფრო მეტად არის იდიოტი, მე ეს არ ვიცი. მაგრამ რაც ვიცი დანამდვილებით და ეს ოფიციალური ინფორმაცია, კიევის სოციოლოგიის, ესე იგი სოციოლოგიის კიევის საერთაშორისო ინსტიტუტის მთავარი დონორები არიან USAID და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ კვლევას, რომელიც საქართველოში ჩატარდა აი ამ ინსტიტუტის მიერ, მთავარი დამკვეთი და ეს პირდაპირ წერია არის სოროსის ფონდი. სოროსის ფონდს ახლა რაღაცა სხვა სახელს აწარებთ, ამაყად ატარებს. სახელი ლეგიონია მოდი. სამოქალაქო განვითარების ფონდი თუ რაღაცა იმას ატარებს. მოკლედ. მთავარი ახლა რაც უნდა ვიცოდეთ, რომ პრაქტიკულად ერთი და იგივე დამკვეთი ყავს ამ ორ კვლევას და ამ კვლევებით ქმნის აღქმას იმისა, რომ უკრაინაში უნდა იცოდეს, რომ მისი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და ქართველმა უნდა იცოდეს, რომ მისი ქვეყანა არასწორია. აი ეს არის მთავარი, რაც აერთიანებს ამ ორ კვლევას და უბრალოდ მინდა უთხრა მოსახლეობას. იქ არის ძალიან ბევრი ჩვენს კვლევაში არის ძალიან ბევრი, აი ერთ-ერთი სლაიდი არის პირდაპირ არის ანეკდოტების კრებული. აი მაგალითად იცი თუ არა რომ თინა ბოკუჩავა კეთილგანწყობის რეიტინგით უსწრებს ბიძინა ივანიშვილს. აი მაგალითად ყველაზე მაღალი კეთილგანწყობის რეიტინგი ვის აქვს, ვიცით? სალომე ზურაბიშვილს. აბა ვის ეკნება? ჯამში აქვს რაღაც 75% არის. მეორე არის გიორგი მარგველაშვილი. მოკლედ ეს ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ, მეგობრებო, პოლიტიკური ანუ გამოყენებითი სოციოლოგიის პოლიტიკური რეიტინგის ნაწილში განსაკუთრებით. აი ამ სოციოლოგიაზე, რომელიც ტარდება საქართველოში და უკრაინაში. კარგით, მოკლედ, ახლა გადავიდეთ ჩვენს ძირითად თემაზე, ეს არის ეს დიდი საჭადრაკო დაფა, ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშები. ერთში ვარ დარწმუნებული, სანამ არიან ტრამპი და ილონ მასკი, პოლიტიკური მატრაქციონი გარანტირებული გვაქვს. ჯერ მასკის წყალობით და როგორ არ უთხრათ, მადლობა, USAID-მა ჩაიური წყალი დალია. შემდეგ კი მასკი ტრამპის დავალებით შეუდგა პენტაგონის და განათლების სამინისტროს აუდიტს. კი ბატონო. სხვათა შორის ამ დავალების შემდეგ ილონ მასკმა საკუთარი დაცვა გააძლიერა. მე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ პენტაგონის ფედერალური ბიუჯეტი $1 ტრილიონ უახლოვდება. რიჩარდ გრენელმა აქ არის Facebook-ის სკრინი, სლაიდი მოდი ვაჩვენოთ. ეს არის ტრამპის განსაკუთრებული დავალების რჩეველი. აცხადებს, რომ რუმინეთში
საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება იყო ინსპირირებული ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის მეშვეობით. გრენელი წერს, რომ ბაიდენის გუნდი ხარჯავდა ამერიკელი გადამხდელების ფულს მემარცხენე, ანუ ლიბერალური პროგრამების და კანდიდატების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში კონსერვატორები კი სამიზნედ იქცნენ USAID-ის შესაბამისად. ისევ მას კი ვიდეო კავშირით ერთვება მსოფლიო მთავრობის სამიტს, რომელიც დუბაიში იმართებოდა 12 თებერვალს და აკეთებს გამაუგნებელ განცხადებას. პრინციპში ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ამ ტიპის განცხადებებს. იყო დრო, ამბობს მას კი, როდესაც ამერიკა მოსაბეზრებლად იქცეოდა, ის ბილად ამბობს, საკუთარ ქვეყანაზე ლაპარაკობს ბოლოს და ბოლოს. მგონი გესმით თუ რას გულისხმობ, ფიქრობთ, რომ ამერიკამ საკუთარ თავს მიხედოს, ეს უკეთესია, ვიდრე წაქეზება მთავრობების შეცვლისკენ მთელ მსოფლიოში. მაგრამ მთავარი გეოპოლიტიკური სიახლე, რა თქმა უნდა, არის ტრამპის და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკება. ეგ უკვე ჩვენს სტუმრებთან ვიწყებთ საუბარს. მოკლედ, საათნახევარი გაგრძელდა ეს ლაპარაკი. ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს უკრაინის გარდა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, კრიპტოვალუტის პერსპექტივაზე საუბრობდნენ, ეკონომიკის საკითხებს განიხილავდნენ, გაიხსენეს როგორ ომობდა ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი გერმანიას, როგორ იყვნენ მეკავშირე, როგორ ანუ აი ორი ძველი ფრანტავი კი რო შეხვდება ერთმანეთს და უზიარებს რაღაც შთაბეჭდილებას დოლარის ზალაზე და მოკლედ ამის შემდეგ ტრამპი აქტუალურებული ტრამპი აქვეყნებს საკმაოდ ვრცელ პოსტს, სადაც ძალიან კომპლიმენტარულია თვითონ ტონალობა ამ პოსტის პუტინისადმი და შემდეგ უკვე ურეკავს ზელენსკის, მაგრამ სანამ ზელენსკის შევეხებით თქვენგან მაინტერესებს, აი რას ნიშნავს ეს ლაპარაკი? ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ორი ბირთვული სახელმწიფოს რაღაცა გარკვეული გადატვირთვა უნდა მოხდეს მათ ურთიერთობაში, თუ ეს არის აი ახალი იალტა ნომერ 2-ის დასაწყისი. მოდი სოს მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება ტრამპის ზარს პუტინთან. გასაგები იყო, ახლა ტრამპი არ მალავდა იმას, რომ აპირებს მშვიდობის დამყარებას უკრაინაში. აპირებს მშვიდობის დამყარებას ახლო აღმოსავლეთში. ხო? თემსოფლიოში აპირებს მშვიდობას და ის ძალიან თავის პირველი კადენციის დროს, ესე ვთქვათ, ძალიან ცდილობდა რომ გაემეორებინა ის რაც ობამამ მიცეს გახსოვს ხო ეს ნობელის პრემია და ეს ნობელის დიახ ეს სხვათა შორის რაც გარდაცვლილმა აბემ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მას ესე იგი დაერბილებინა ეს სიტუაცია ხო ტრამპის მაშინ ძალიან ისე იქცეოდა თავის კოვბოის სტილში და წამოაყენა წინადადება რომ ტრამპისთვის მიეცათ ნობელის პრემია, რაზეც ის ძალიან ასე ვთქვათ ძალიან ესიამუნა მაშინ ტრამპს ეს ამბავი. ახლა და ეს ზარიც ლოგიკური შედეგი იყო იმ დაუშვათ პოლიტიკის რისი გატარებაც უნდა ტრამპს. ხა ტრამპი პირველი კადენციის დროსაც აი ესეთივე ტიპის ის ქონდა კონფლიქტების მოგვარების ესეთი რადიკალური მეთოდები ქონდა ახლა ჩვენ და ამბობდა სულ იმას რომ ფაქტიურად ეს პოლიტიკანები ეს საერთოდ გაცილებით რომ ისე ძიმე ტერმინებს ხმარობს აი პირდაპირ ძალიან ახლოს არის ალანძღავ იმასთან ტერმინოლოგიას და მისი დახასიათება თავისი პოლიტიკური ოპონენტების ხომ ვიცით ის ამბობდა რომ ესენი არაფერს არ აკეთებენ საერთოდ ესენი არიან საერთოდ არავინ არ არიან, არაფერს არ აკეთებენ, მარტო ამწოვებენ ბაიდენმა მაგალითად, ბაიდენს იმძახდა რომ ეს დაღუპავს ამერიკა და ახლა ეძახს ხო დაღუპა ამერიკა და მე ვცდილობ გადავარჩინო. ხომ და იგივე ტერმინოლოგია არ შემცდარა პრინციპში. არ შემცდარა რა თქმა უნდა, ეგ ახლა ყველას ესმოდა ხა ბაიდენის ადმინისტრაციის სტრუქტურა ვინაც იცოდა ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში, მაგალითად ხა მე ტრამპი ეს დონის ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთქვი რომ აგერ არის დოკუმენტალურად რომ ეს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში რაც შეიძლება რომ აალდეს, აუცილებლად აალდება და ესეც მოხდა ხო მთელ მსოფლიოში აწარმოებდნენ დივერსიულ მოქმედებებს, რაც გამოაშკარავდა აგერ USAID-ის სკანდალი თუნდაც. ხო და აგერ JD Vance რას ამბობს დღეს ევროპაში, ხო? რომ ევროპის მთავარი პრობლემა არის არა რუსეთი,
ან სხვა საგარეო ფაქტორი, ევროპის პრობლემა არის მის მიერ თავისი ღირებულებების ღალატი. ახლა ჯეიდი ვენსისთვის და ტრამპისთვის მთავარი მტერი რუსეთი კი არ არის ამ შემთხვევაში რა პარადოქსალურად ჟღერდეს ან ჩინეთი. არამედ ტროცკისტული ევროპა და ეს პირდაპირ ის არის, რა ქვია, პირდაპირ ჩანს ეს ყველაფერი. ტროცკისტული ევროპა, რომლის ცენტრი ახლა არის ლონდონში, ხო და ბრიუსელში, ხო? ლონდონი რაც უნდა გასე გავიდა ევროპიდან, მაგრამ მოგეხსენებათ რას აკეთებს და ვინ არის მთავარი საერთო ახლა მოწინააღმდეგე, ხო? და სხვათა შორის ჩერნობილის დღევანდელი ავარიაც უკავშირდება, ბევრი უკავშირებს ბრიტანელებს. დიახ, აბსოლუტურად. რაშიც არიან ეს მიუხედავად იმისა, რომ არმია როგორც ასეთი ბრიტანეთის და ფლოტი აღარ არის, მაგრამ მთელი ეს ტრადიცია, ბრიტანული იმპერიალისტური ტრადიცია გადავიდა მის დივერსიულ ქვეგანაყოფებში, ასე ვთქვათ და სადაზვერვო სტრუქტურებში. ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც ვგებულობთ და ჩვენც რაღაც გარკვეული ვარაუდები გვაქვს ამდენად ძალიან თხოვ ესე იგი მათ ვინც ანგლოფილი ან ბრიტანოფილი ესე იგი არ მიიღოს ეს. არა, ჩვენ ვეყრდნობით არა მარტო იმას, რაც გამოცდილებას ისტორიას უამრავ წყაროს, რომელიც ახლა თუ გინდა დავასახელებ, უამრავ წყაროს ბაჩორის ბრიტანული წაიკითხონ აროლ ტოინბი მაგალითად და ის გაცილებით უფრო მეც წერს და უშუალოდ ბრიტანული იმის იმპერიალიზმის შესახებ, ვიდრე დაუშვათ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ. და ისიც უნდა შევახსენოთ მსმენელს, რომ ამიტომ არის დიდარი ტრადიციები ინგლისურ დაზვერვაში. იმიტომ რომ სათავეებში ამ დაზვერვების იდგნენ ინტელექტუალები. აი მაგალითად მიხუთია ერთ-ერთი შემქმნელი მიხუთის არის დანიელ დეფო, რომელიც ბევრისთვის არის ცნობილი როგორც რობინზონის თავგადასავლების ავტორი, არაჩვეულებრივი რომანი, ერთ-ერთი საყვარელი რომანია ბავშვობის, ასევე სომერსეტ მოემი, არაჩვეულებრივი დიდი მწერალი, ასევე გრინი და აი მთელი ეს ელიტა, ჰაქსლი და მთელი ამბები. ჰაქსლი და სხვათა შორის ბაირონი არ დაგავიწყდა. ხო, ბაირონზე ლოურენს არაბიელი. ლოურენს არაბიელმა საერთოდ ახალი აღმოსავლეთის აი დღევანდელი კონფიგურაცია შექმნა. მოკლედ, ამდენად არ უნდა გვიკვირდეს. ხო, ეგ პირიქით საპატიო მისია იყო, როდესაც ინტელექტუალები მუშაობდნენ იმპერიის ინტერესების დასაცავად. საერთოდ ბრიტანული ელიტის ფორმირების საკითხები ძალიან საინტერესოა, როგორ შეიქმნა ეს ესე თუ ეგრეთ წოდებული მასკულინური ქრისტიანულ საფუძველზე ბრიტანული ელიტა დიდწილად ეს იყო ეს ეგრეთ წოდებული ბრიტანული საჯარო სკოლების პრაქტიკა, სადაც იქმნებოდა საოცრად ჰომოგენური ესე ვთქვათ ელიტა, ასევე გაუწესაუწარია ეს რომ ბრიტანელებმა მოახერხეს ბრიტანულმა ელიტამ მოახერხა ის რომ აი პლებსისთვის მსახურება ელიტისთვის საპატიო საქმე იყო. ხო, ესეც უნიკალური მოვლენა იყო. ზოგადად ეს ძალიან უნიკალური მოვლენა იყო. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, როდესაც ივლინ ვოს რომანებში არის, აი საომარი მოქმედებების დროს, როგორ ადიუტანტები რო ყავს ყველა ოფიცერს და როგორი ესე პატივით და დისციპლინა და როგორი პატივი და დიდება და ასე შემდეგ და ასე ამ კონსოლიდირებულმა ელიტამ და სხვაგან წავედი. და ეხლა ეს ამ ელიტის გადაგვარებული ნაწილი, რომელიც ესე იგი საერთოდ გადაიქცა პრობლემად ახლა მოგეხსენება და ეს პრობლემა გადაიქცა ვისთვის ახლა იგივე ტრამპი და ეს ტრამპიზმი ანუ ეს მაგა ხო ну ახლა პოზიციონირებს როგორც ტრადიციული ძალა როგორც დაუშვათ მორწმუნე ამერიკელი ხალხის ეს სხვა საკითხია ეს რამდენად ასეა მაგრამ ну ასე პოზიციონირებს პოლიტიკურად და ტრადიციული ამერიკელი ხალხის ინტერესების გამომხატველად ხო და ესენი არიან დაკავშირებული ზუსტად აი ბაიდენი, აი სტარმერი, აი ეს ეგრეთ ტროცკისტული ელიტა მთელი ამ ევროპის ეს მოწინააღმდეგე ძალა. შენ ეხლა აი მოდი კიდე დავა კონკრეტულად, ანუ შენ თვითონ ამბობ რომ არის თუ არა ამ ღირებულებების მატარებელი, მაგრამ ვოუკიზმის მტერი დღეს არის ტრამპიზმი. კი, ეგრეა. მაგა არის მტერი. მაგრამ როდესაც ამ ბრალდებებს უყენებს ამ ტროცკისტულ ევროპას. კი ბატონო. იმიტომ უყენებს რომ განსხვავებული იდეოლოგიური და ღირებულებითი აი რაღაცა ღერძი აქვს თუ იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად აღარ აწყობს, აღარ სჭირდება ევროპა და შეიძლება ევროპა გახდეს ერთ-ერთი კერძი სუფრაზე, სადაც არის რუსეთი და ჩინეთი. ეს აუცილებლად რა თქმა უნდა ევროპაა ყველა შემთხვევაში აი ამ მაგას და ზოგადად აი ამ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მოლაპარაკების შედეგში მოლაპარაკების მაგიდასთან არზის
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? რაზეც ახლა ღიად საუბრობ, ღიად ლაპარაკობენ, ხო, რომ არ კი, აი საერთოდ ჩვენ მე ვილაპარაკე პუტინთან, ახლა სის და ველაპარაკე, თანაც ღია ლაპარაკი მიდის, ხო? და ახლა ამათ რა უნდა ველაპარაკო? კი, მყავს იქ კაი ბიჭები არიან ორბანი ვიღაცა ეს გესმის, ამ სტილში მიდის, იქ მადრიდში ცნობილი პატრიოტული ძალების ის რო იყო ახლა იქ კარგად გამოჩნდა, ათლად გამოჩნდა, ხო? მაგრამ თავრობებში შედან აი ესენი რა, ბაიდენიზის იქ. ბაიდენ უკები და საერთოდ არ ელაპარაკება ახლა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ხო? ახლა ურსულა ფონ დერ ლაიენს რა უნდა ელაპარაკოს ახლა დაუშვათ ტრამპი, ხო? შოლც დემონსტრატიულად არ შეხვდა. თქვა რომ ეს ხო მიდის კაცო, ეს არა, ჯერთი მიდის და მე ეს ვინ არის საერთოდ? და იგივე ეს მერცი რო არის ხა ქრისტიან დემოკრატი იქ გერმანიაში სხვათა შორის ელექტორატი ვერ გაერკვა რაში ესა მოდი ამას ეს ეძახიან შმერცს შმერცს არის ტკივილი ეს სხვა ის ამას გამიხსოვს მოდი ახლა მამუკას მოусმინოთ მამუკა შენ რას ფიქრობ ეთანხმები იმას თუ არა რომ ევროპა არ არის გეოპოლიტიკური აქტორი და იქნება არა სუფრასთან არამედ სუფრაზე და პუტინი და ტრამპის მოლაპარაკების დროს რა გენიშნა პუტინის და ტრამპის მონაპარაკებამდე ჯერ მინდა ცოტა უფრო ადრინდელი ლაპარაკი სიტყვები გავიხსენო ტრამპის და უბრალოდ მე როგორც ყოფილმა რეჟისორმა დრამის რეჟისორმა ეს განათლება მაქვს მიღებული შემიძლია გითხრათ რომ მე შტაბეჭდილება მრჩება რომ მისი ეპატაჟური გამოსვლები არის ორიენტირებული იმაზე რომ ინიციატივა რაც შეიძლება მეტი კონდეს ანუ ყველა მისი ნაბიჯი ორიენტირებული არა იმ შედეგზე, რომელსაც სიტყვიერად ამბობს, არამედ დემონსტრირება იმისა, რომ მე ყველაზე მაგარი ვარ და ამისი შნომა აქვს და გავაკეთებ. ეხლა ნუ გაიხსენეთ ახლა მექსიკა იმის კანადის დასანქცირება, მე შეჩერება ამის. მოკლედ ყველას აგზნობინებს, რომ სახლში ესე იგი მდგომარეობის პატრონი მე უნდა ვიყო. მარტო არის სახში ანუ ხო პრაქტიკულად ესე გამოდის ეხლა რასაკვირველი ყველანი არიან სახში მაგრამ დემონსტრირება ამისი ხდება და რაც შეეხება ეხლა უკრაინას აი ევროპასთან რასაკვირველი ევროპას საჭირო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საღრდენი უნდა იყოს და ასე შემდეგ მაგრამ ის ევროპა არა რომ ის ხალხი არა უბრალოდ რომელთანაც ეხლა მას იძულებული არის რომ ურთიერთობა კონდეს რაღაცა ფორმით მე გულისხმობ იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც დღეს ევროპაშია. ჩვენ ხო ამას საუბრობთ ძალიან ხშირად ხოლმე. ჩვენთვის ევროპა ერთია და ის ხალხი სხვა. იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ამ ადამიანების თავარი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ ის ფანტასტიკური რაღაცა განსაკუთრებული სივრცე, რომელსაც ევროპა ქვია და რომელსაც უზარმაზარი ისტორიული გზაა გავლილი, ამათ აქციეს სათამაშო იარაღად სხვა ძალებისა. ველურ ჯუნგლებად როგორც ადამიანი რომელიც წლებია მუშაობს თუნდაც ახლა ერთ-ერთი სეგმენტი ავიღოთ ეს არის პოლიტიკური ისლამის საკითხი ხედავ რას დაამსგავსეს თავისი ფსევდო ტოლერანტობით ამ ადამიანებმა მაგალითად ისეთი ქალაქი როგორც არის ბრიუსელი იგივე და მიუნხენი გუშინდელი ანდა გეტებორგი მაგალითად სადაც არის რაიონები სადაც შარიათის მილიცია აკონტროლებს ალანის გადანაშაულს საერთოდ არ ხდებოდა შვედეთში ჯერ კიდე 15 წელს ჯერ კიდე 2017 წელს მე გავხდით ერთ-ერთი აღმოსავლეთ ევროპული მთავრობის მრჩეველი, როდესაც სირიიდან დაიძრა უზარმაზარი ნაკადი და მახსოვს აღმოსავლეთ ევროპელები სერბიიდან ვიდრე პოლონეთამდე როგორ ხმალამოღებული იბრძოდნენ რომ აი ეს ნაკადი ყოფილიყო კონტროლირებადი და დასავლეთ ევროპელები და მათი ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორ ესე პრაქტიკულად მიედენებოდნენ ამ ხალხს გერმანიისკენ შეგნებულად და აი დიდი ომი იყო ამას რომელსაც USAID აფინანსებდა დიდი ეჭვი მაქვს იმ ორგანიზაციებს ვინც ეხმარებოდა მოკლედ ასეა თუ ისეა მე ეს მინდა ვთქვა რომ რასაკვირველია ტრამპისთვის ფაქტორი დარჩება რაც არ უნდა ილაპარაკოს ევროპა დარჩება მაინც ფაქტორი ოღონდ ეხლა კუნთების დამაშის დროა ჯერჯერობით და იმის შეგნება რომ ეს ხალხი არ არის ის ხალხი ვისაც მე უნდა ველაპარაკო მე არაერთხელ მithქვამს და კიდე ერთხელ ვიმეორებ ესე იგი გარკვეული სტრუქტურების ფინანსური არ ვიცი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური გარკვეული სტრუქტურების მიერ მაგას გინდა deep state-ი დაუძახეთ რაც გინდა ყველაფერი კეთდება რომ პოლიტიკაში რაც შეიძლება უფრო ნაცრისფერი ადამიანები მოვიდნენ
იმიტომ რომ ევროპის პოლიტიკოსები იყო, ხო, მაგალითად ჩერჩილი, ტეტჩერი, დეგოლი და ასე შემდეგ. ეს საოცარი ხალხი. იგივე მიტერანი, შირაკი და მართალი რასაკვირველია კოლიც. და ტენდენცია გაჩნდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, რომ რაც შეიძლება ნაცრისფერი ადამიანები იყვნენ პოლიტიკაში და დღეს ვერ ადამიანები, რომლებიც დღევანდელ ევროპულ პოლიტიკას ვითომ ქმნიან, სინამდვილეში იგრძნობა რომ მარიონეტები არიან. ჩანა. ამიტომ ტრამპი ამას უსვამს ხალხს. მოკლედ მე მინდა გითხრათ, რომ ევროპას ზურგს ამერიკა კი არა ვერავინ ვერ შეაქცევს. ევროპას თავისი წონა აქვს, სერიოზული წონა დღეს. ხო და ამაშია საქმე. თუნდაც ისტორიული წონა აქვს. თუნდაც ასე ვთქვათ, თავისი გეოგრაფიული წონა აქვს. უბრალოდ რეალიზაცია ჭირდება პოტენციური წონა აქვს. აი იმ პოტენციური წონას, რომელიც ევროპას ნამდვილად აქვს და აი ზუსტად ამის დემონსტრირება ხდება, რომ თქვენთან სალაპარაკო არ მაქვს. მე მირჩევნია წავიდე და თქვათ თქვენი დიდი ევროპელების საფლავზე იმათ ველაპარაკო, იმათ სულებს ველაპარაკო, და თქვენ გელაპარაკოთ. აი ეხლა როგორ არის რომ ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით მე ამ შემთხვევაში ევროპულ წყაროებს ვეღრდნობი. როდესაც ადამიანმა დაუშვა რომ ასეთი კორუფციული ფონის მიუხედავად კიდე თავისი შეინარჩუნა. ადრე ხო ევროპელი ლიდერები იქნებოდა თუ სოფლიოს ცივილიზებული სამყაროს ლიდერები ანალოგიური სკანდალის შემთხვევაში კორუფციული მიდიოდა. ეს კალბატონი არსად არ მიდის, ხო? და ბევრია ესეთი. ჩვენ მაშინ რამოდენიმე წლის წინ, 7-8 წლის წინ შოკირებული ვიყავით ამ ხიზილალის დიპლომატიის გამო და სომხური წყაროებით გავრცელდა აზერბაიჯანელების აქტივობის თაობაზე იქ ევროკავშირში როგორ ხდებოდა დალაგება სიტუაცია. ეს მაშინ იყო საშინელი სკანდალი და თურმე სადახარ. ეს სკანდალი არის უბრალოდ მონაგონი იმასთან, რაც სინამდვილეში ხდება იქ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. უამრავ ესეთ ფაქტი გახდა ცნობილი, რომელიც შემოთვალა არც აქ აზრი. მოკლედ საბოლოო ჯამში ეს მინდა ვთქვა. ანუ აზერბაიჯანელების soft power-ი არის შავი ხიზილალა. ასე ერქვა ამ თითქოს ამ არა მარტო, ნუ შავი ხიზილალა სიმბოლოა. მოკლედ მე ეს მინდა ვთქვა, რომ ევროპას თავისი ფასი არ დაუკარგავს. თავისი ფასი დაკარგა იმ პოლიტიკურმა წრეებმა, რომელიც დღეს ვითომ პოლიტიკას ქმნიან ევროპაში და ეს მიუთითა ტრამპმა. აბსოლუტურად გეთანხმები და იმაშიც რომ აი ეს ეპოქები რო შეიცვალა ეს განსაკუთრებით მაშინ როცა გაძლიერდა ეს და უფრო ინტენსიური გახდა ინტეგრაციის პროცესი და ეს შეიქმნეს ევროკომისიები და ევროკავშირი და ასე შემდეგ პოლიტიკოსები ჩაანაცვლეს ამ დაქირავებულმა მენეჯერებმა და აქედან გამომდინარე რა გასაკვირის არ უნდა იყოს ეს პოლიტიკოსები უფრო გზნობდნენ ამ პასუხისმგებლობას და იღებდნენ ამ პასუხისმგებლობას და იგივე გელმუტ კოლის გადადგომის საკითხი უკავშირდებოდა აი ამ შავ სალაროს სხვათა შორის ერთ-ერთი ინსპირატორი და ინიციატორი ამ სკანდალის იყო ანგელა მერკელი რომელიც იყო კოლის აღზრდილი მოკლედ მოვიდა ეს შოლცების მაკრონების ბერბოკების ეს ეპოქა საშინელი კორუფცია ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია არის რეცესია არის ინვესტიციების და კაპიტალის გადინება და მაგრამ ამუკა ამბობს რომ ევროპა და ამაში არშება არ დაეთანხმო ინარჩუნებს აი ესეთ ინერციულ წონას ხო იმიტომ რომ ევროპა ჩვენთვისაც არის და რესურსი მეც რთულად წარმომიდგენია როგორ შეიძლება ჩააჩოჩო ევროპა ემოციურად, მაგრამ რაციონალურად ვცნობ, რომ ეს ძალიან კარგად შეიძლება გამოვიდეს. კი, აქვს რესურსი ტექნოლოგიურის მათ შორის და ასე შემდეგ, მაგრამ არ აქვს ეგზისტენციური რესურსი. ეს არის წიაღისეული. ეს არის ენერგია. მოდი ახლა გადავიდეთ ზელენსკისთან. მას შემდეგ რაც დაამთავრა, როგორც კი მორჩა საუბარს პუტინთან, პრაქტიკულად რამდენიმე ნახევარ საათში გადაურეკა ზელენსკის. ეს საუბარი იყო შედარებით მოკლე, რაღაც 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე ტრამპმა მიუძღვნა გარკვეული პოსტი, საკმაოდ მშრალი არ იყო ეს ემოციები. და თქვენ შეატყობდით, ზელენსკი ჩანდა დაბნეული. და ესეთი გაბრაზებული, ოღონდ ამ ბრას ახლა ამის დემონსტრირებას ვერ მოახდენდა ტრამპთან მიმართებაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჯერ ტრამპი ჯერ დაუკავშირდა პუტინის, შემდეგ მიუძღვნა ესეთი თბილი პოსტი, რომ ბევრი ამის საერთო გვაქვს და არაჩვეულებრივი საუბარი ქონდა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ზელენსკიზე იმოქმედა და პლუს კიდევ არ დაგვაუწყდეს, რომ
სპეცწარმომადგენელი, ფინანსთა მინისტრი, რომელიც იყო ჩასული ზელენსკისთან, პრაქტიკულად იმავე დღეს, როდესაც ტრამპი ელაპარაკებოდა, ჩამოიტანა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც უკრაინას ლიზინგის წესით უნდა დაეთმო წიაღისეული რესურსი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, რომელიც არის შეფასებული 9 ტრილიონი დოლარის ოდენობით. ზელენსკიმ არ მოაწერა ხელი ამ კონტრაქტს. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ესე იგი ფორსირებულად ტრამპს აკვიატებული აქვს, რომ ეს უნდა სამშვიდობო პროცესი უნდა დაამთავროს რაც შეიძლება სწრაფად. დღეს გამოაცხადა, რომ ალბათ ორ კვირაში საუდის არაბეთში მოხდება შეხვედრა, რომელიც არის ამ კონფლიქტთან, რომელიც უშუალოდ მიუძღვნის ამ კონფლიქტს და აი აქედან ყველაფერი რაც თქვი და რაც შენიცი და რაც ვრცელდება შენი აზრით, რა ბედი მოელის უკრაინას? ხო, ჯერ ორი სიტყვით ევროპაზე ვიტყვი, ევროპა რა თქმა უნდა ატრაქციას ინარჩუნებს, თუნდაც მისი კულტურული ცივილიზაციური ატრაქციას, ანუ მიმზიდველობას ინარჩუნებს და ამის გარდა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ევროპაში არის ერთ-ერთი კი არა, მსოფლიოს ყველაზე დიდი ორგანიზაცია, ეს არის რომის ვატიკანი, ანუ კათოლიკური ეკლესია. არავის არ ეგონოს USAID. არავის არ ეგონოს USAID და იქ მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა, რომელიც ხან ჩანს და ხან ფარულად მიმდინარეობს, როგორც ხდება საერთოდ იქ ევროპის შავი არისტოკრატიასა და უშუალოდ იგივე იმ სისტემასთან, რომელიც ცნობილია ევროკავშირის სახით, ეს ერთი. შესაბამისად იქ არის ბრიტანეთის ინტერესი, ასე შემდეგ, ეს ძალიან რთული პასიანსია, რომელიც ეს გადაცემა ამაში მონარქიები, ისტორიული ინერცი, იქ გვარები, იქ უზარმაზარი კიდე ბევრი რამეა, რაზეც ალბათ ერთი სალექციო კურსი უნდა ამას დაუშვათ. ვინც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენს ელიტას, არა როგორც ამერიკელებში მხოლოდ რაღაც ცვალებადი. თუმცა ეს კიდე ცალკე საკითხია, ის ელიტას რო წარმოადგენს, რა კონკრეტული რა ძალებია, ახლა სტალინის არ იყოს, რამდენი დივიზია აქვს, რომის ბაბსო მაგალითად რო კითხა, ერთ რო უპასუხა ასე. კონკრეტული ძალა, ფიზიკური ძალა სად არის? ხო და ისა ცაში დახვდებაო შვილო ჩემო, თითქოს და უპასუხა. ეს მეგონი ჩერჩილის მოფიქრებული იყო, მაგრამ არაფერი. ხო, ახლა შეეხება უკრაინასთვის ბრძოლა არ მიმდინარეობს მარტო დაუშვათ იმ ძალებს შორის, რომელსაც ვლაპარაკობთ. იქ არის ძალიან ბევრი პროექტი. ასე ვთქვათ და ჩვენ როცა განვიხილავთ ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციებს, უნდა განვიხილოთ, რომ სხვადასხვა იმპერიული ცენტრებია, ზოგი, რომელიც იყო ადრე იმპერიული ცენტრები და ახლა ცდილობს აღიდგინოს, მაგალითად ეს თურქეთი, და თურქეთს აქვს თავისი პროექტი მაგალითად. რუსეთს თავისი პროექტი აქვს მოგეხსენება. ხო, არის გლობალური დაუშვათ იუდაური პროექტი, ერეც ისრაელი, ხო? ხო, მაგრამ არა სიონისტური ალბათ. ხო. არა ისრაელის პროექტი, არამედ სიონისტური პროექტია, ეს მე ვამბობ, რომ ეს არ მოიცავს მარტო ახლო აღმოსავლეთს, სხვათაშორის და მოიცავს ზუსტად ბეტრული უკრაინის იმ ტერიტორიას, სადაც ადრე იყო ეგრეთ წოდებული. შენ ხაზარიაზე ამბობ? ჩერტა სედლასი. სხვათაშორის უნდა გამცნოთ, რომ რუსეთის ხაბადის ხელმძღვანელი ბენ ლაზარი დაუმოყვრდა უკრაინის ხაბადის ოდესის იგივე და ოდესის და სამხრეთ უკრაინის ხაბადის ესე ვთქვათ ხელმძღვანელს რაბინს ვოლფს ხო დაუმოყვრდა გუშინ დამოყვრდნენ და ხო ეს აუცილებლად ეს რაღაცათომ დაემთხვა ტრამპის ზარს პუტინთან შეიძლება ეს დამთხევა იყოს, თუმცა მე ასეთი დამთხევების არა, ლაზარი არის უგავლენიანი, ეს ჯერთი არის დაბადებული მილანში, მერე ესე იგი დაამთავრა ნიუ-იორკში ეს ხაბადის ერთ-ერთი სასწავლებელი და არის მჭიდრო დაკავშირებული როტშილდებთან. და გარდა ამისა, ეს არის პუტინთან ოფიციალური რაბინი, რომელსაც ცნობს. იქ არის ცნობს კი არა, პუტინმა განაცხადა, რომ ისინი არიან რუსეთის коренной народ России. ხო და ახლა коренной народ России ახლა მართალია იქ რუსი ნაციონალისტები. არა, უნდა აუხსნა მსმენელს და მაყურებელს, ეს ერთ-ერთი სეგმენტია იუდაიზმის და რა თქმა უნდა, ლუბავეჩის ბელორუსიდან წარმოშობილი იყო ლუბავეჩის რებე
ცნობილი შმერსონი და ასე შემდეგ და ეს კიდე გზელი ისტორია. ხო, მაგრამ ერთ-ერთი სეგმენტი რო არის, მთლიანად არ მოიწევს. ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან გავლენიანი. ძალიან მცირე რიცხოვანი თუ კი სხვადასხვა სექტორზე მიმართულებებს ავიღებთ, მაგრამ ძალიან გავლენიანი. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და განსაკუთრებით ისე წავედით შორს. გავლენიანია უკრაინაში და რუსეთში. კი, რა თქმა და უნდა. ნიუ-იორკში. ხო კი იქ სადაც ჯერ არის. ხო და გასაგებია და ასევე სხვათა შორის ავიენები ამბობენ რომ ტრამპის ესე ვთქვათ სიძე კუშნერი ავიენები კი არა ზუსტად ვიცით კუშნერი რო არის სწორედ ხაბადის წევრი ხოლო კუშნერს და ეს არ არის მე უკრაინაზე ვლაპარაკობ სწორედ კუშნერს ბევრი კონსპიროლოგი მაგალითად იმის გამო რომ ის იყო ავტორი და მთავარი ესე იგი აბრაამის ხელშეკრულების რომელსაც აქვს საკრალური მნიშვნელობა და საერთოდ საკრალური ნიშნები უფრო გავლენიანია ზოგადად თავისი ინერციით ვიდრე და გეოპოლიტიკური რეალიები ხშირად სწორედ მას მიიჩნევენ ერთ-ერთ სოფლიო ლიდერად მომავალში ეს ესეთ გავრცელებული კონსპიროლოგიური თეორიებია მასშია ხდია ასე მიიჩნევენ და ახლა რამდენად მართალი იქნება ბევრი ესეთი წინასწარმეტყველება და კარგი ჩვენი მაყურებელი არის დაბნეული ბილად რო ახლა უკრაინის ბედ მათ შორის ახლა ეს რატო ვილაპარაკეთ მათ შორის ეს პროექტი მიისწრაფვის განხორციელებისკენ ერთ-ერთი ეს პროექტი მე გულისხმობ რაელის უკრაინას უკაცრავად ესე იგი ეს პროექტი მეც რაც წამიკითხავს ამასთან დაკავშირებით ანუ ეს არის ერთ-ერთი სკოლა სხვათა შორის ეს სკოლა რუსეთში არის საკმაოდ ზევიატოვის მე მგონი განვითარებული ის საუბრობს იმაზე რომ ისრაელის ეგზისტენციური საფრთხე ემუქრება მიუხედავად ამ შეთანხმებებისა დროებით ხამასთან და ასე შემდეგ და საბოლოოდ ისრაელი დაასრულებს თავის არსებობას. ამ შემთხვევაში ისრაელის სახელმწიფო უკვე მესამე თუ მეოთხე შეიქმნება უკრაინის ტერიტორიაზე. ანუ შენ ახსენე სიდლაჩერ ქართულად როგორ არის? განსახლების რაღაცა არეალი რა. საზღვარი რომ დაკეტილი იყო ებრაელებისთვის, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ გაუსვლელად, ხო? ერთიშევა მაგალითად. იმპერიის დროს არ ეძლეოდათ, ანუ რუსეთის იმპერიის დროს არ ეძლეოდათ, თუ კი არ მიიღებდა ქრისტიანობას, ან თუ კი არ დაეუფლებოდა გარკვეულ კატეგორიებს პროფესიებს. არა, მე სხვა რამეს ვამბობ. ანუ ხაზარია. სახელმწიფო რომელიც არსებობდა და გაქრა, რომელიც იყო იუდეისტური და ამ თეორიის თანახმად თუ კი ისრაელი თავის არსებობას ასრულებს, მეორე სახელმწიფო ჩნდება სწორედ ამ ტერიტორიაზე. ეს თეორია კი არ არის, ეს ერთი რაღაცა უნდა. ანუ უმანი დნეპროპეტროვსკი, უმანი, ადესა, აი დაახლოებით. ეს სადაც იყო ზუსტად ჩერტა ასედლაში, არის ლაპარაკი ყირიმზე, მე ყირიმზე დავავა. ეს ერთი, ანუ უკრაინის ბედზე როცა ვსაუბრობ, არის ტრანსილვანია კიდე, ხო? ანუ მოსაზღვრე სახელმწიფოები, აქვს თავისი ისე უნგრეთს, რუმინეთში, რომელიც არის, აქვს თავისი პრეტენზიები. ხო, უნგრეთს ძალიან უნდა სხვაზე გამოსვლა სხვათა შორის. უნგრეთი რა მას შემდეგ რაც ზღვაზე არ გამოვიდა, მისი იმპერიული ამბიციები, ასე ვთქვათ, მოიკვეთა, ხო? იმიტომ რომ ყველაზე მეტად ის დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ახლა უნგრეთი მოგეხსენებათ, რომ დაკავშირებული არის ვატიკანთან და ავსტრია-უნგრეთის იმპერია ერთადერთი იმპერია იყო, რომელიც იყო არაკოლონიური. სხვათა შორის და ჰაბსბურგების ხელისუფლება ეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ყველაზე დახვეწილი იმპერია. ახლა რაც შეეხება, ანუ ეს მეორე უკრაინის ბედის შესახებ. ახლა რაც შეეხება რუსეთს რა. ანუ უკრაინაზე მოკლედ რო ისაუბრეთ, უკრაინაზე პრეტენზიას აცხადებს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ უკრაინაზე შესაძლოა რაღაც პრეტენზიებს აცხადებდეს გარკვეული სიონისტური ძალა, უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი. რუმინეთი არა, კი არ დაგავიწყდა. კი არ შესაძლოა კი არ აცხადებს. პოლონეთი რა უკაცრავად სულ პოლონეთი იცი რატომ უჭრის პოლონეთის ტერიტორიული ამ პრეტენზიების გამოცხადების ვინაიდან თვითონ პოლონეთს სტალინის წყალობით აქ შეერთებული პრუსია დანციგი და მოუწევს მაშინ გერმანელი აუცილებლად და ჩეხეთის ნაწილი ხო და ჩეხეთის ნაწილი არა ეგ კიდე ცალკე საკითხია გერმანიის საკითხი მაგრამ გადავიდეთ აქეთ რუსეთს რა უნდა ხო რუსეთს უნდა უსაფრთხოება როგორც რუსეთი ამბობს არა რუსეთს არა მარტო უსაფრთხოება უნდა არამედ გიგანტური რესურსები უნდა რომელიც თავმოყრილია დონბასში
სინამდვილეში ის 15 ტრილიონის რესურსი, რომელზეც საუბარი იყო უკრაინის ამ ასე ვთქვათ, გაზვიადებულის გარდა კიდე ის არის, რომ ძირითადი მათი რეალური ღირებულება თავმოყრილია სწორედ ლუგანსკის იმ რეგიონებში, ხო ისაუცრება, რომელიც კონსტიტუციით მიიერთა რუსეთმა. ანუ ასეთ შემთხვევაში მართალია რუსი ნაციონალისტები, ანუ რუსული იმპერიალისტები, მოდი ასე ვთქვათ, ისინი ძალიან ძიმედ დაუპირისპირდებიან ახლა პატივცემულ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს, ასე ვთქვათ, იმის გამო თუ ის ამ საზღვრებს დაკმაყოფილდება, იმიტომ უსაფრთხოების პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი და კიდე მთელი რიგი საკითხებია, დიდი კითხვებია მის მიმართ და ესეც ძალიან საინტერესოა. ეს უსაფრთხოების საკითხები, რასაც რუსეთი აყენებს და რასაც მოითხოვს დაჟინებით ტრამპთან მოლაპარაკებისას, ანუ რუსეთი ამბობს, მე ტერიტორიები არ მაინტერესებს, მხოლოდ ტერიტორიები არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ძალათა ბალანსი კონტინენტში, ევროპაში საერთოდ. ანუ ეს ამას ნიშნავს, რომ იალტა ორს მოითხოვს და ტრამპი მიიღებს ამას, ანუ აღიარებს თანასწორ პარტნიორად ვის? პუტინს. საქმე იმაშია, რომ მე მაგალითად მგონია, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრას არა მარტო უკრაინის თემა, გლობალური თემა. იქ არის ჩინეთის თემაც. და საქართველოს თემა არ არის, როგორ ფიქრობ? საქართველოს არ არის ხო საქართველოს თემა პირველი აქტუალური. არ არის, მაგრამ სამხრეთ კავკასიის თემა ალბათ იქნება, მაგრამ პირველი არის ჩინეთის თემა. მე მაგალითად ეს დიდი ხანია თან ესე ჩანს, რომ წინა ხელისუფლებები, რომლებიც უსასონი იყვნენ ამერიკის, ბაიდენი იქნებოდა თუ ობამა, დემოკრატები. საერთოდ არც მანამდე გამოუჩენიათ მანდ მაინც თავი. ორიენტირებული იყვნენ იმაზე, რომ რუსეთი ამოედოთ ფეხქვეშ და უბრალოდ უმცროს პარტნიორად ექციათ, რომელსაც მუდმივად თავზე ხელს გადაუსვამდნენ და რომელსაც ექნებოდა საშუალება თავისი ესე იგი ეყიდა თავისი წიაღისეული, არ განევითარებინა წარმოება, მაგრამ ყოფილიყო ჩინეთის მოწინააღმდეგე. მომავალი ჩინეთის, რომელიც გულისხმებოდა დღევანდელი ჩინეთი და 5 წლის მერე რო იქნება კიდევ უფრო ვარესი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან აქტიურად იქნება, ეს არის ერთ-ერთი ძირეული თემა, რომელიც მაგიდის პირველ გვერდზე არიდება, მაგრამ მეორე აუცილებლად იქნება. ამისკენ აი მაგიტო არის მე მგონი ტრამპის ასეთი ტიპის განცხადებები, რომ პუტინისთან საუბრის შინაარსმა და პათოსმა გადარია. არა, ორივე ერთმანეთს აბავს. ეხლა იქ პუტინმა რო თქვა, ეხლა ნახავთო ეს ევროპელები, როგორც ეს გამოგდებული ძაღლიო, მის ესე იგი მის ფეხებთან ისა და მოკლედ დაიჩოქებს თუ რაღაცა. არის ძალიან საინტერესო იყო ხანს ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლე. არა, ის რო გაასამართლა სანქციები დაუწევს. სანქციები. ხო, იმიტომ რომ პუტინს და მაგურამაც რო გაიგოს რა შეიძლება. ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვიცით და თქვენ არ არის საინტერესო. კი ბატონო, გაიგებთ თუ. მართალი ხარ, კი ბატონო. ხო, მოკლედ ხალხნო, რო იცოდეთ მაინც. საით იყო რო ის აღარ ვიცი. ხო, რო იცოდეთ მაინც საქმე იმაშია, რომ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც ესე იგი პუტინის წინააღმდეგ სანქცია გასცა, ის სანქცირებულად გამოაცხადა ტრამპმა და ამ დროს ეს ამ ხანის ქმედების ერთ-ერთი სტიმულატორი ზუსტად ბაიდენის აქტივობა იყო თავის დროზე. ეს იმისთვის, რომ თუ საჭიროა მოკავშირეების გაწერვა, იმისთვის, რომ მაღალ მიზანს მიაღწიო, ამას ესე აკეთებენ ხოლმე დიდ პოლიტიკაში, ესე მოსულა, ეს ცინიზმი ახასიათებს დიდ. მოკლედ ეხლა პუტინის ტრამპისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, რომ გახდეს ისეთი ტიპის მოკავშირე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატების უმცროსი მოკავშირე, უმცროსი პარტნიორი, უმცროსი მეგობარი, რომელიც მომავალში ჩინეთის წინააღმდეგ გამოადგება. აი ეს სჭირდება ძალიან. ეს ერთი საკითხი. ეხლა საკურველი უკრაინის საკითხია უმნიშვნელოვანესი. იქ წავა ვაჭრობა. ჩვენ შეგვიძლია აქ ვილაპარაკოთ ერთი კვირა ამ ეთერში. მაინც ვერ მივალთ კონსენსუსამდე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა პირობებში შესთავაზებენ მხარეები ერთმანეთს. იქ ტერიტორიული თლიანობა, რასაკვირველესო აბსოლუტურად მართალი. იქ არის აწყვეტილი ურაპატრიოტები რუსეთში, მათ შორის შესაძლებელი და გავლენიანი ხალხი, რომელიც პუტინს არ შეარჩენენ დათმობებს, მაგრამ გააჩნია რა იქნება რა დაიდება საპირწონედ. დღეს არაა გაზპრომს კარგად მდგომარეობა, პირადად სეშინს არაა კარგად მდგომარეობა. ჩინეთმა როგორც უნდა და ისე გამოიყენა და ინდოეთმა სხვადასხვა რუსეთის სანქცირებული ყიდულობენ იმ ფასად, რომელთაც ისინი იღებენ. დემპინგურ ფასებში იღებენ. ხო და ასე რომ მოკლედ
იმის ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება. თუ მე ამბობს რომ სანქციებმა რუსეთზე არ იმუშავა, მყისიერი ეფექტი არ მისცემა. რომ ხანგრძლივი თვალსაზრისით რასაკვირველია იმუშავებს და რასაკვირველია ისედაც გაძვალტყავებულ ეკონომიკას საერთოდ დაანგრევს და დაშლის. ამიტომ რუსეთს ჭირდება ამ ვითარებიდან გამოსვლა და რატომაც არა ევროპისთვის თავში ჩარტყმა, მოდი აქედან შევხედოთ ტრამპთან დამეგობრება იყოს უმცროსი პარტნიორი და ჩინეთისთვის შეისწავლებაც მე რომ მიჭირდა შენ მაშინ სანქციების გამო აიღე და მოიგონე შუადერეფანი ჩემთან ტვირთი აღარ გაატარე და საერთოდ ყველანაირად ზურგი შემაქციე და არქტიკის საქმეშიც გვერდში არ დამიდექი ეხლა იცი როგორ რანაბანას ვცდილობ რო ახსნა მოკლედ ასია თუ ისეა შენ დასმულ კითხვაზე გეტყვი რამოდენიმე საკითხი იქნება ეს იქნება პირველი შეხვედრა მოთელვითი და რასაკვირველია პუტინი წავა შესაბამის დათმობებზე თუნდაც იმისთვის რომ პირველ რიგში თვითონ არ დაკარგოს სახე ამერიკელებმა არ უნდა დაკარგონ სახე რუსეთმა არ უნდა დაკარგოს სახე და ზელენსკიც არ უნდა იყოს ისეთი თვრინავდა რომ ჩამოვა პირდაპირ ბორისპოლის აეროპორტში რო არ გააგორო აი დაახლოებით ესეთი სურათი უნდა დავა. კი, ზელენსკის უსაფრთხოების გარანტიები და ასე შემდეგ. თუმცა არ ამგონია რომ პუტინმა გაყიდოს ჩინეთი, არა იმიტომ რომ ის არ ღალატობს თავის პარტნიორებთან. არა, მომავლის არ ხო რასაკვირველია, არავითარ გაყიდვაზე ელაპარაკობ. ეხლა უყურე, გაყიდვა არავითარ შემთხვევაში არ არის. ვიდრე კონფლიქტი დაიწყებოდა უკრაინაში, ჩინეთი და რუსეთი იყვნენ პარტნიორები. ნელ-ნელა უფროსი პარტნიორიდან გახდა უმცროსი პარტნიორი რუსეთი. აი რუსეთს უნდა უბროზე პარტნიორის სტატუსს აღდგენა. კი ბატონო. კარგი, მოდით ახლა ისევ ევროპას დაუბრუნდეთ და რა ასპექტის მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება. 24 თებერვალს, მე მგონი 25 თებერვალს გერმანიაში არის საპარლამენტო ბუნდესტაგის არჩევნები. ჩვენ ვიცით რომ მასკი ღიად ერევა გერმანიის პოლიტიკაში თავისი ჩართვებით, თავისი ინტერვიუც კი ჩამორთვალისას ალტერნატივის თავმჯდომარეს შორტს პირდაპირ იძახის ხან იდიოტს, ხან ფუნას, ხან კრეტინს, ხან მოკლედ მთელი ამბებია და ამის გამო მერციც კი აღშფოთებული იყო ამ ჩარევების გამო, მაგრამ თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ ალტერნატივას რეიტინგი იზრდება დღესაც კი, ანუ სხვა პარტიების რაღაც ზრდა არის გაჩერებული, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატების და ქრისტიან-სოციალური კავშირის ერთადერთი პარტია, რომელიც ჯერ კიდევ რაღაც თავისი პოტენციალი გააჩნია, არის სწორედ ალტერნატივა გერმანიისთვის და პლუს კიდე აი ეს გუშინდელი მიუნხენში მოხდარი აქტი ტერორისტული, ეს მხოლოდ აძლიერებს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის პოზიციებს. მოკლედ, მე არ გამიკვირდება, ძალიან არ გამიკვირდება, თუ კი უეცრად სოციოლოგიას მე უკვე დიდი ხანი არც დასავლურის, არც იმას არ ვენდობი, იმიტომ რომ ჯერთი ვერც ერთმა ვერაფერი ვერ გაარტყა, ვერას დროს, ვერც საფრანგეთში, ვერც ამერიკაში და ასე შემდეგ და პოლიტიკური ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ეს არის მანიპულაციის და განწყობის შექმნის ინსტრუმენტი. ეს არაფერი სოციოლოგიას ამას კავშირი არ აქვს. სიმართლე გადასარევად იცის უყურე. ყველამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნამდვილ მონაცემს იღებს. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. ჯერეთი ალტერნატივა გერმანიისთვის, როგორც ყველა მარგინალური პარტია, რომელსაც ამი იარლიყებით მიკერებით არიან დაკავებულები, რომ ფაშისტებს, კრიპტოფაშისტებს და ნაცისტებს რას არ ეძახიან. მისი ამორჩეველი ისედაც არ არის განწყობილი, რომ მაინც და მაინც თავის პრეფერენცია დაასახელოს. და როგორც წესი ამ ტიპის პარტიებს აქვთ ფარული რეიტინგი კიდევ რაღაც დამატებით. მოკლედ მე არ გამიკვირდება რომ თუ კი ალტერნატივა მოიგო და არც ის გამიკვირდება სხვათა შორის. თუ კი გარკვეული ძალისხმევა იქნება ტრამპის და მასკის მხრიდან, შეიძლება მერცი აიძულონ შევიდეს კოალიციაში ალტერნატივასთან. აი ეს მაშინ, ანუ კონსერვატორების მოსვლა ანტილიბერალების გერმანიაში, რომელიც ჯერჯერობით მაინც რჩება მოწინავე მთავარ ქვეყნად ევროპაში, აქ უკვე კომპოზიციას ცვლის მთლიანად აჩქარებს ევროპაში ამ ლიბერალური ინტერნაციონალის ეროზიის პროცესს. აი როგორ ფიქრობ, ეს შესაძლებელია და რას როგორ აფასებ? მან საინტერესო ის არის, რომ ეს მერცი, რომელსაც კიდევ თქვია, შმერცს ეძახიან გერმანელები და შმერცს გერმანულად ტკივილს ნიშნავს, ხო რა, ანუ მერცი შმერცი. ხო და
ეს ახლა რა ხდება? შმერცი იძულებული გახდა აეღო ალის ვაიდელის ესე რიტორიკა, ანუ ანტი, ასე ვთქვათ, მიგრანტული რიტორიკა. და ამის შედეგად და იმდენად ისე გამოვიდა, რა ქვია, რამდენჯერმე ეფექტურად ის და მისი თანაპარტიელები, რომ ამის შედეგად მიიღო თითქმის 10-15%-იანი ზრდა თავის პოპულარობის, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მისივე პარტიის წევრებმა ბუნდესტაგში დაბლოკეს ის კანონპროექტი, რომელიც მან შეიტანა. ანუ ხადეს, ანუ ამ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, რომელიც ტყუილა ითვლება საერთოდ აბსოლუტურად ისეთივე კონსერვატულია, როგორც ახლა ისა, რა ქვია. რა თქმა უნდა, ამ ფორმალურად. ანუ ფორმალურად კონსერვატულია, მისივე პარტიის წევრებმა დაბლოკეს. ვინაიდან ალტერნატივა მანამდე დაუჭირა. ამას მოყვა შეკვეთილი სოციოლოგია. სადაც ხო ის აუცილებლად გერმანელები თვითონ ესე იგი მხარს არ უჭერდნენ მიგრაციის შეჩერებას. გამოვარდა მერკელი, რომელიც არის ავტორი ამ უბედურების, რომელიც დაატყდა მოძმე გერმანელ ხალხს ამ უკონტროლო მიგრაციის გამო, რაც იწვევს საერთოდ კატასტროფას პირდაპირ. ნუ გერმანიას ემუქრება, როგორც ამ გერმანიის არსებობას ემუქრება, ვინც იცის ხმას ეს საკითხი, გააცნობიერებს, რომ ეს არის კატასტროფა. როგორც საფრანგეთში. ხელოვნურად გამოწვეული კატასტროფა. გერმანიაში საერთოდ ნუ ხო და ამავე დროს გერმანელებს აჯერებენ სოციოლოგიით, რომ თქვენ რო ნადგურდებით, ეს თქვენ გიხარიათ. ეს იმდენად თავისთავად ცინიზმი, რომელთაც ესე იქ ხასიათდება ეს მართლობა გერმანიაში, მართლაც ხო დიდი მწერლის კალამს იმსახურებს. როგორც ჩვენი სოციოლოგია ხო სიმართლის წყაროა, ეპისტემოლოგიური წყაროა. ხო ესე ვთქვა. ამისგან მხოლოდ წმინდა ის მოედინება. ხო და აქედან გამომდინარე მართალი გეთანხმები იმაში სოციოლოგიის დობა არ შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობებზე, იმიტომ რომ ადამიანებს ეკარგებათ რწმენა და მობილიზაციის უნარი, როცა ამ ციფრებს ხედავენ, ხო? ახლა ალის ვაიდელის გამოსვლა ისე ძალიან უცნაურია საერთოდ ალის ვაიდელის კონსერვატორობა, რომელიც ესე იგი კონსერვატორია, ლესბოსელი. მაგრამ ღია ლესბოსელიც არის და ამავე დროს გამოდის LGBT აგენდის წინააღმდეგ. ნუ ახლა ესეც თავისთავად აბნევს ჯერ კიდევ შერჩენილ ტრადიციულ გერმანელებს, ხო და შესაბამისად ახლა ის რეიტინგი, რომელსაც დებენ და რომელიც გაიზარდა ამათ სოციოლოგიის მიხედვითაც კი კერძოდ 24%, შეიძლება არ იყოს ნამდვილი და რატო შეიძლება კი არ არის ნამდვილი და რატო არსებობს ეგრეთ წოდებული როგორც ტრამპის ეფექტი იყო ხომ ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში ტრამპმა მიიღო გაცილებით 4 და 5% ნაკლები ვიდრე და რეალური შედეგი დადგა ხომ ყოველ ეს იყო დაუშვათ 16 წლის არჩევნებში 20 წლის არჩევნებში რა იყო კიდე ეს საერთოდ სასაცილოა რა ის მოხდა იქ საერთოდ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ამერიკის იმიჯმა მსოფლიოში და წელსაც ესე იყო რომ აგებდა თითქოს ყველგან და 5 მილიონით მოიგო პოპულარულ გამოკითხვაში ანუ რესპუბლიკელები როგორც ესე აგებდნენ და 5 მილიონით მოიგო და იმაში შტატებში როგორც მოიგო გამანადგურებელი ხო ამათმაც იმუშავეს ხო და ამ დროს სოციოლოგია საერთოდ ჰარისი იგებდა არავინ არ აწევდა ჰარისი იგებდა ხო ის აუცილებლად ჰარის აგებინებდნენ ამ არარაობას ხო და წარმოვიდგინოთ ახლა რა ეს ახლა რა ხდება გერმანია აქედან დაუბრუნდეთ ბეტრულ გერმანიას გერმანიის ეკონომიკა შევიდა რეცესიაში კატასტროფა ხდება როგორც რეცესიაში იყო ახლა მთელი ქარხნები და მთელი ის მიდის ესე კრიზისშია გერმანიის ეკონომია ევროპის ეკონომიკის დრაივერი ანუ გერმანული ავტომშენებლობის ქარხნები ხო კრიზისშია გერმანიის განთქმული ბასფი ქიმიური მრეწველობა კრიზისშია გერმანული ტექნოლოგიები აი როცა ვსაუბრობთ ევროპის მიზიდულობაზე რა იყო ევროპის მიზიდულობა იყო მისი საოცრად განვითარებული ტექნოლოგიები ხო მისი ბრენდები მისი დაუშვათ აი კულტურული ატრაქცია ხო ახლა გადაინაცვლა ამ ტექნოლოგიებმა ესე იგი და გაცილებით იაფად მაგალითად იგი აზიაში ხო და ამერიკაშიც უფრო იაფია ამერიკაში ხო საერთოდ იაფია ამერიკა მიზან მიმართულად ცდილობს გადაიბარგოს იქ მთელი მრეწველობა მაგა აბარამოძრაობა შესაბამისად ნუ ახლა გერმანიაზე როცა ვსაუბრობთ ეს ინერცია ხომ არ ვიცი ამ არჩევნებზე ამის კუმულატიური ეფექტი როგორი იქნება ამ მთელი ამ უარყოფითი ენერგიის რომელიც იგროვდება მაგრამ როდის ხდებოდა გერმანიაში კატაკლიზმები როცა გერმანიას უჭირდა ეკონომიურად
ანუ როცა გერმანელი კონსუმერი ბიურგერი ხედავდა გამოუვალ მდგომარეობას. და ეხლა სამ კათხას ვეღარ სვავდა. დიახ, და გამოუვალ მდგომარეობა რა გერმანია არის ახლა ფაქტიურად რა მდგომარეობაში. მისი ტექნოლოგიური უპირატესობა და საექსპორტო პოტენციალი 1 ტრილიონ 300 მილიარდ სყიდი და ექსპორტზე გერმანია და ყიდულობდა რაღაცა პროფიციტი ჰქონდა დიდი და ნუ ახლა გერმანია იყო რა ყველა ჩვენ ეგრე გავიზა გერმანული წარმოება და ექსპორტ ორიენტირებული ეკონომიკა მკვეთრად. ამ მიგრანტებით ხომ საერთოდ დემორალიზაცია გასწიეს გერმანელი ხალხის, იმიტომ რომ გერმანელი აგერ ანეკდოტებია, ხო, რასაკეთებო აგერო ის აზიელის, არაბის თუ ვიღაცა რო ლაპარაკობს და რასაკეთებო და ის ან რესტორანში ვზივარო, ხანიკაო, ხანიკ დავდივარ, ხანაკ დავდივარო, ამას ყიდულობა. გერმანელები რა შვებიან და ეგენი მუშაობენო. აი ეგ არის. და თან ეს ცინიზმი საოცარი და ახლა გერმანელი ხალხის ის ნაწილი რომელიც გერმანელები არიან ხო რა თქმა უნდა ამას განიცდის საშინლად ახლა თავმოყარე გერმანელები მაგრამ მათ კვლავ უნერგავენ ამ დანაშაულის განცდას რომ თქვენ ესე არაფრის ის არ უფლება არ აქვს და საქმე გაიხსენე მასკის გამოსვლა მასკმა სწორედ ეს უთხრა გერმანელებს რომ თქვენო უნდა ჯერ კიდე ცეზარი ამბობდაო გერმანელებს თქვენ ხართო გერმანელები უძლიერესი მეომრები ხართო არიანო და ანუ ახლა ის არ თქვა რომ იომეთო მაგრამ რა უთხრა რომ თქვენ ის ხალხი არა ხართ რომის იმპერიის ხო თქვენ ტევტონები არა ხართ და რა და ესეც გერმანული ფესვები აქვს მასკს და ეს ახლა უნდა გეყურებინა იქ აჩვენებდნენ ზოგიერთ გერმანელს და აშკარად ესე იგი იქ რომ იმის რა ქვია ფორმა ხო და ამიტომ ეს გერმანიას აუცილებლად ელოდება და ამავე დროს ეს თუ მოხდა უნდა ველოდოთ დრამატულ ცვლილებებს იმაში რა ქვია მთელ ევროკავშირში მაგრამ ამ გერმანია იზოლირებული ხო არ არის გავიხედოთ რა ხდება საფრანგეთში მაგალითად იქ საერთოდ საშინა იქ საფრანგეთს ვილაპარაკოთ კაცო მაკრონს რა საოცარ რაღაცებს აბრალებს ეს უნამუსო ამერიკელი ჟურნალისტი და რა შენა გერმანიასთან დაკავშირებით მოდით ჩვენი ის მაყურებელი გავამხიაროთ და გერმანიის აი ამ ალტერნატივა გერმანიისთვის ერთ-ერთ მხარეში ყავდა თავისი პარტიას ყავდა ხელმძღვანელი ეს ხელმძღვანელი განათლებით იყო მუსიკოსი, მაგრამ გადავიდა ამ პარტიულ მუშაობაში და გახდა ეს აპოლოგეტი ამ იდეოლოგიისა, რასაც ქვია ალტერნატივა გერმანიისთვის. და ისე მოხდა, რომ იქ ქართველი სტუდენტი ტრიალებდა, რომ მას გაიარა თბილისში სწავლა კონსერვატორიაში ისწავლა ფოლკლორისტი იყო. ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იყო ეს ახალგაზრდა კაცი მრავალხმოვანების და მოკლედ მოხდა აი ამ კაცის გარემოცვაში ალტერნატივა გერმანიის პარტიის ხელმძღვანელი რო არის ვიუტენბერგში ერთ პარალელურად არის პედაგოგი იქაურ კონსერვატორიაში. მანამდე ეს ახალგაზრდა ქართველი კაცი დაეხეთებოდა ბავარიის ალპებში. და აღმოაჩინა მივიწყებული ესეთი დარჩენილი მრავალხმოვანება გერმანული. თავისთავად პარადოქსალურია რა, რომელიც ძალიან გავს კრიმანჭულს. იოდლი ცნობილი. ხო, და ჩამოიტანა ეს კრიმანჭულის განსაკუთრებული ფორმა. კრიმანჭულს პირობითად ვარ. ტიროლში ალბათ. ტიროლში არა, ბავარიის ალპებში. ნუ ავსა საზღვარზე არის შვეიცარიაში. აი მე ვიკითხე ეს ტიროლის თემა არა. თავარი ეს არ არის. თავარი ის არის რომ იმან ჩამოიტანა ეს და თავის პედაგოგს მოასმენინა. რა გააკეთა ამ კაცმა ეს გერმანული ხასიათი. რა გააკეთა და როცა გაიგო რომ ჩმის საკუთარ კუთხეში აი ესეთი რამ არსებობს და მან მუსიკოს ეკასა ეს არიცოდა ამ ალტერნატივა გერმანიას გაანება თავი და დღემდე დაეხეთება ამ იმაში რა ქვია ალპებში და სწავლობს ამ მიმდინარეობას. მე ამით იმის თქვა მინდა უბრალოდ რომ ქართველი თუ ჩაერია მაინც ევროპაში რაღაცა შეიძლება მით უმეტეს გერმანიაში. რაკი შეხი ამას მოდი ახლა ჩვენს ბედკრულ ქვეყანას დაუბრუნდეთ და მოდით ახლა მიუძღვნათ აი დარჩენილი ჩვენ გვაქვს კიდე 15 წუთში საქართველოს ანუ აი ამ ყველაფრის შემხედვარე როდესაც ტრამპი მასკი რუბიო პუტინის ნარატივებით ლაპარაკობენ როდესაც ჩელაბინსკი გადაინაცვლა ვაშინგტონში. როდესაც აი მაქსოს როდესაც ოცნება USA-ს ადანაშაულებდა და ოპოზიცია ეს პოლიტიკური ნუ მოკლედ
ეხიდუნურად რა ცინიკური ღიმილი, ცინიკური ღიმილი ამათ არ აქვს, იმიტომ რომ ცინიზმი რაღაც ინტელექტს გულისხმობს. ანუ აი USA-ზე ამას როგორ ამბობთ და რამდენი საქმე, რამდენი სიკეთეა გაკეთებული USA-ს და სხვა საერთაშორისო. დღეს ახალი სიახლე ტრამპმა ნედიც აღძალა. კი. და მასკმა თქვა რომ ყველა სააგენტოს დავხურავ. აი, როდესაც რა ხდება, ნახეთ, ესე იგი, ეს ოცნება ამბობდა და თანმიმდევრულად ამბობს. კაცი არის კაცი, ქალი არის ქალი. 2014 წელს თქვეს. გენიალური სიბრძნე რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ქვეყანაში კი ამ პლანეტაზე ცხოვრობთ, როგორც შეიშალა და აი ეს მარტივი ჭეშმარიტება შეგვიძლია როგორც გმირობის ტოლფასია. ეს უფრო ჩვენს კონტექსტს ახასიათებს. შემდეგ თქვა, რომ USAID და სხვა ეს აგენტოები ეს არის deep state. რა არის ეს deep state? ვინ მოიგონა რა კონსპირაციები? დონალდ ტრამპი, რუბიო და ილონ მასკი ამბობენ, რომ კი ბატონო ეს deep state. ეს არის ძალები, რომლებიც ანადგურებენ სხვადასხვა ქვეყნებს, რომელსაც მხოლოდ თავისი პარტიული ვიწრო იდეოლოგიური პარტიკულარული ინტერესი აქვს და მხოლოდ ამ ინტერესის გამო ეხმარებიან სხვადასხვა ქვეყნებს, აი როგორც რუმინეთის მაგალითზე თქვა, ხო? ანუ ეხმარება მემარცხენე ლიბერალებს და პირიქით მტრად აცხადებს ამ კონსერვატორებს, ხო? აი ამ ყველაფრის შემხედვარი ადამიანი თუ რაღაცა თუ IQ შეადგენს 90 პუნქტს მაინც რა. თუ ინტერესები აი ამ მოვლენებით რა ჩვენს გარშემო ხდება. რატომ არ ხდება, თუ ხდება რაღაც გარკვეული კორექცია, რაღაცა მენტალური ცვლილებები, რატომ ისევ ერთ და იგივეს იმეორებენ, როდესაც ეს უკვე გამოსაცვლელი ფირფიტაა, ეს აღარ მუშაობს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩელაბინსკის ნარატივი გადავიდა ვაშინგტონში. და რასაც ტრამპი, მასკი და რუბიო ლაპარაკობენ, ამის მეთეს არ ლაპარაკობდა არავინ. არც აღმოსავლეთ ევროპაში, არც ორბანი და არც საქართველოში. მოდი, ეხლა ამჯერად შენ თავიდან კითხეთ, უფრო დააკონკრეტო. რატომ აი ეს ახალი რევიზიონიზმით მიღებული ახალი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რომელიც ახალ კონსერვატიულ ღირებულებებს ატარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც ოპოზიციას რო კითხო ყოველთვის იყო სამაგალითო მათთვის, ანუ ამერიკის ისტაბლიშმენტი, მათ მიერ ტრანსლირებული ღირებულებები და ასე შემდეგ. რატომ არ მუშაობს ამ შემთხვევაში? პირდაპირ ამბობს ტრამპი, მასკი და რუბიო, რომ ეს LGBT, ეს USA, ეს საქართველოში რატომ არ მუშაობს, ხო? და როდის იმუშავებს თუ იმუშავებს? არა, ეგ არ არის რთული პასუხგასაცემი, ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ არ უნდა რომ იმუშაოს. ვის არ უნდა? ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ჯგუფმა, იმ ადამიანებმა, რომელიც ორიენტირებულები არიან სხვა ფასეულობებზე არ არის, არა, სხვა ფასეულობებზე არ არიან ორიენტირებული, უბრალოდ სხვა პოლიტიკური დავალება აქვს. მათი უკან მდგომი ძალა სხვა არის. ხო, აი ხეთ შორ ჩამოთვალე მორჩა ის ძალა აღარ არის, იჭერენ. არა, მაგას აპატიმრებენ, ასანქციებენ. ვიდრე ის ტალღა მოვა საქართველომდე, ეს ძალა იქნება მათ. ხო და მაგი მაინტერესებს ამ ტალღის მოსვლის სისწრაფე. ანუ ეს ხო არ არის მე-19 საუკუნე, არის ინტერნეტი. წინა ეხლა არის როგორი მდგომარეობა, იმდენად ეპატაჟური იყოს ტრამპის და მისი გუნდის აქციელი, რომ ცოტა შოკერ მდგომარეობაში არიან ის ძალები, რომელიც სავარაუდოდ ამას სერიოზულ წინააღმდეგობას არავინ არ დაიჯეროს, რომ ეს მარტივად დანებდებიან. აქედან გამომდინარე, ისინი, ვიზეთ ჩვენ ახლა საუბრობთ საქართველოში, ვინც არიან, ელოდებიან აი ამ წინააღმდეგობის ფართო ფრონტის გაშლას. და ეს წინააღმდეგობა იქნება ძალიან სერიოზული. ჯერჯერობით რაც ხდება, რასაკვირველია, მათთვის მიუღებელია, მაგრამ თავისი ძირითადი გზიდან გადახვევა არავითარ შემთხვევაში არათუ არ უნდათ, არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ, ეგ არის მთავარი. ეხლა მე როდესაც გეკითხებოდით ამას, მე უწინარესად ამ პოლიტიკურ სპექტრს კი არ გულისხმობდი. მე გულისხმობდი ხალხს, ამაზე ვისაუბრებ. ელექტორატს. კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ესეთი მდგომარეობა ძალიან რთულია ადამიანის ფსიქიკაში შეიტანო გარდამტეხი, ესე თქვა, ცვლილება იმ შემთხვევაში თუ ადამიანის
ფსიქოპორტრეტი უკვე ჩამოყალიბებულია რთული ნაწილში მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ნაწილში არ მოხდა, ხო? შენ იცნობ ადამიანებს, რომლებშიც ეს მოხდა? არა ვიცნობ კი როგორ არა. ისე როგორც მე მაგალითად შემიძლია თქვა, რომ ადამიანებს სოფხედელობა შეიცვალეს, ორივე მხრივ ვიცნობ ასეთ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ერთი სოფხედელობა, გაუხდა მეორე. ეხლა რამდენად მყარია როგორც ფსიქიური თვალსაზრისით ეს ადამიანის მეორე საკითხია, მაგრამ ასეთი ადამიანები არიან. არიან კი, მაგრამ იშვიათად. ჯერ ერთი პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ეს დაკავშირებული არის იმ პოლიტიკურ რეალობასთან, რომელიც იყო აქ. ანუ დაუშვათ ის ხალხი, ვინც იყვნენ პირობითად ნიშისტები, მოდი ესე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი განაყოფები კატეგორიულად ვერ იტანენ ბევრი ფსიქოლოგიური მათ შორის მიზეზის გამო დაუშვათ არსებულ ხელისუფლებას. ხო, შესაბამისად მათთან აი ეს დიქოტომია საქართველოში დაკავშირებული იყო იმასთან, რომ დასავლეთი, რომელსაც ისინი ეს არადიფერენცირებულად განიხილავდნენ როგორც წესი და ეგონათ, რომ დასავლეთი ეს არის ადგილი, რომელსაც არ არის ოხჭნაი და არც ტკივილი, არამედ დემოკრატია იგი დაუსრულებელი. ანუ ესე იგი ეს ეგონათ, რომ ეს ისინი აუცილებლად მათ დაუჭერდნენ მხარს. ახლა იქ უეცრად ერეტიკოსი ტრამპი გამოჩნდა, რომელსაც ისინი პუტინისტად მიიჩნევდნენ და დაარღვია ეს მათი სამყაროს სურათი. რისგანაც დაემართათ საოცარი, შეირყნენ, ბევრი შეირყა მაგალითად ამ სტუდიაში ნახე ერთ შერყეული რაღაცა სულით ლაპარაკობდა. მაგრამ შეიძლება თავიანთ ტელესაგიჟეთებში სრული საგიჟეთი, აი აბსოლუტური სრული საგიჟეთია, რეალობაზე უარის თქმა, რეალობასთან კრივი, ჩხუბი, ხო? ეს ერთი, ანუ ამის გამო მაგის გამო არსებობს ინერცია ფსიქიატრიული, აი მაგალითად არის დაუშვათ ადამიანი ვერ ჩერდება. არის მაგალითად ასეთი ფენომენი ქორეა, ხო, წმინდა ვიტას სამრეკლოსთან რომ განკურნება მიდიოდა ევროპაში მიდიოდა, ცეკვავდნენ და ვეღარ ჩერდებოდნენ. ეს არა მარტო მაშინ ხდებოდა და არა მარტო ევროპაში, არამედ აფრიკაშიც და სხვათა შორის აქაც. მასიური ფსიქოზი, გამოხატულება ისე რომ ადამიანები უეცრად იწყებენ ცეკვას და ვეღარ ჩერდებიან. თანაც არ ჭირდებათ მუსიკა, ერთიან ტაქსში ცეკვავენ, ანუ აქ აშკარად მეტაფიზიკური მომენტებია. ხო და ახლა ხო ახლა გამოხატული მეტაფიზიკაა, ხო. ახლა ეგ არის მაგალითად დიდი რომანია ეს ოსტატი და მარგარიტა ხო იქ რო არის რა იქ რო შეიძლება კარავიოვი და ბეხემოტი რომ მივიდნენ სანახაობრივ კომისიაში და რო და ბაიკალზე რო დაიწყებენ სიმღერას და რო ვეღარ ჩერდებიან ზუსტად ეს არის ახლა რაც ხდება იგივე დაუშვათ ყოველდღიურად ერთი და იგივე რაღაც აბსურდული გიჟური ისა სადაც რაც თავარია რო ეს წმინდა ფსიქიატრია ქორეა იმაგინალის ანუ ესე იგი წარმოსახვითი ქორეა ეს რაღაცა დასტურებს არანაირი პრობლემა ეს არტიკულაცია არ ხდება რომელიც შეიძლება დაუშვათ პოლიტიკურ ენაზე გადაითარგმნოს ხო რაღაც აბსურდული წარმოსახვითი გეოპოლიტიკურ სიგიჟეებზე არჩევნები გაყავდა იმიტომ რომ ასე თქვა NDI ხო და ეს გაჟონვა ესე მიუხედავად იმისა რომ მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ შინაარს ხო გახდა მათი დროშა ხო ახლა გაჟონვა იმის მაგალითად დაუშვათ ილაპარაკონ რაღაც კონკრეტულ რაღაც მაგალითად რო ელაპარაკათ ამათ ეპოვნათ ვიღაცა დაუშვათ ერთი 10 დაშინებული ხო ახლა ესეთ ფაქტები და არჩევნები საერთოდ არის ძალიან ესეთი საქმე რა და ყველგან არსად უნაკლო არჩევნები არის იმის მაგალითად ეპოვნათ დაუშვათ ვიღაცა ვინც რაღაცაზე გავლენ ან მოეგონებინათ სრულად დეგენერატულ ნარატივს კვლავ აწვევიან რომ რაღაც 400,000 ის რა ქვია 300-დან 9 მილიონი შექმნეს აქმოიდებისთვის ანუ კრიტიკული აზროვნების უნარი თუ აქ ადამიანს თუ ამას ელემენტარულად მისი გული შეეწინა თუ ჰიპნოზში არ არის ხო რო ახლა ადამიანი როცა სიმართლეს თვალწინ შენ ეუბნები რომ ეს კი თეთრი კი შავია მას აგრესია უჩდება ნორმალურ ადამიანს ვისაც კრიტიკული აზროვნების უნარი გამომუშავებული აქვს ცხოვრებაში და ეგრეთ წოდებულ აქმოიდებს ეს არ აქვს ამიტომ მას შეიძლება შეუქმნა აქმა რომელიც დაკავშირებულია დაუშვათ ღუზასთან რომ ეს ვისაც ასეთივე აქმა არ აქვს ის რაღაც რუსოფილი რაღაც მოღალატე რაღაცებს იძახიან და აგრესიულად აზომბირებენ ადამიანებს აქედან გამომდინარე USAID-ზე დარტყმა ძალიან სასარგებლოა ჩვენთან იმიტომ რომ ჩვენთვის ნაციონალური ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა არის აგრესიულად პროგრამირებული ადამიანების
რიცხვი და მათი კონსოლიდირებული მდგომარეობა. იმიტომ ესეთი ადამიანები არ მიცემენ ქვეყანას განვითარების საშუალებას. ეს შედეგი არის უპასუხისმგებლობის ხშირ შემთხვევაში. განათლების სისტემის განადგურების არა, რომ ეს მარტივად ხდება შენი მანი შენი განათლების ჩამოგითვალოთ ახლა განათლების სისტემა უსაფრთხოების სისტემის არარსებობა ამ სფეროში და მისი განუვითარებელი მდგომარეობა ძალიან ორიგინალური წარმოდგენები ქვეყნის მართვის შესახებ პირდაპირ თქვა ამ ეს მარტო ესე იგი ინფორმაცია და ხელისუფლება უნდა გამოდიოდეს როგორც ეს რა ქვია ახლახან მოვიდნენ ჭუაზე მგონი თორ მანამდე პრეს სამსახურის როლში გამოდიოდნენ ხშირად ხო? აი მაგალითად ქვეყანას დადება გადატრიალება, გამოდის რა ქვია, ქვეყნის უშიშროების სამსახური გამოდის ქვეყანაში და გვამცნობს ჩვენ. და აი ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო მე? დაუშვათ რამე რო გავაკეთო მე დამიჭერენ, ხო და ესე იგი უნდა უყურო. ქვეყანაში ესე იგი გადატრიალება ხდება და განადგურება გვემუქრება და გვამცნეს. და ახლა ის რაც იყო, რაც მოხდა 4 წელია ზედიზედ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის აღების ოპერაციებს ვადებდა თვალს, ხო? 4 წელია და ეს გადაიქცა უკვე რაღაც ტრაგიკომიკურ ფარსად. სპორტის სახეობა წელს ვიღებთ პარლამენტს. და ესე იგი ბოლო კითხვა, ისევ საქართველოს თემა. მივეჩვიეთ. თითო წუთი გვაქვს რა. ესე იგი ნახეთ, всё, USAID აღარ არის ფინანსური ტრანშების, მნიშვნელოვნად შემცირდება. მნიშვნელოვნად შემცირდება. ოპოზიციას ეკნება თუ არა რესურსი, ანუ არა მხოლოდ ფინანსური. ეყოფა თუ არა იმისთვის, რომ მოახდინოს კიდევ ერთი დესტაბილიზაცია, ანუ მოსალოდნელი ტალღა, ну ჩვენ ხო სეზონური, ახლა გაზაფხულდება და ახლა შეიძლება კარავი არ გამოჩნდება. პარლამენტს ვერ აიღებენ, იმიტომ რომ საკანონმდებლო ბაზა უკვე არის გამკაცრებული. თქვენი აზრით რა პერსპექტივები აქვს ოპოზიციის პროტესტს? მოდი გამოვყო. პროტესტის როგორც ჩანს, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს პროტესტი შენარჩუნდეს ამ მოცემულობით, რაც დღეს არის. მაგრამ კიდევ მთავარი არის გეოპოლიტიკური სურათი როგორ შეიცვლება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მათზე არ მოქმედებს ეს ხო თქვით. მე რა მინდა ვთქვა, იცი? მე მაინც მინდა ვთქვა, რომ მეტი ყურადღება უნდა საქართველოს მოქალაქეებს. ჭირდება. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი უცხოეთში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა უცხოეთში საცხოვრებლად. იმიტომ რომ იქ უკეთესია სოციალური პირობები, თორე იმ პოლიტიკურ შემადგენლზე არც ფიქრობენ. ამ კატეგორიის ხალხიც არის ხალხი კი არა გასათვალისწინებელი. საერთოდ მე ვფიქრობ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ უფრო მეტ და უფრო სერიოზულ ყურადღებას ნებისმიერი ხელისუფლებიდან თუ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლის მხრიდან. ისინი ბევრად მეტი რესურსის მატარებლები არიან, ვიდრე ზოგიერთს მეაჩნია და ბევრად მნიშვნელოვანია მათთან ძალიან სერიოზული მუშაობა და მათი სურვილების შეუძლიათ ამ შესრულება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ კეთდება. შრომის ანაზღაურების პრობლემა. გარდა მაგისა, ამ ხალხმა ეს ხალხი არ არის ღირსი რომ ცხოვრობდეს მუდმივი ფსიქოლოგიური სტრესის რეჟიმში. ეს ხალხი არ არის იმის ღირსი რომ ვერ ხედავდეს პერსპექტივას თავის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით. შეგიძლია ყველაფერი ეს გააკეთო. მეტნაკლებად, შეგიძლია ნაკლებად ეფექტური იყოს, შეიძლება ბევრს ვერ მიაღწიო, მაგრამ უნდა. შენ რომელ ხალხზე ლაპარაკობ, ეხლა პრობლემები გავიგე. ანუ ის რომ ვინც ტერიტორიულ მთლიანობას განიცდის, ეხლა ოპოზიციაში. არა, კაცო, მე ადამიანებზე ვლაპარაკობ. საერთოდ ვლაპარაკობ. მოქალაქეებს ვლაპარაკობ. არის ოპოზიციაზე არ ვლაპარაკობ და ელიტაზე საერთოდ ვლაპარაკობ. ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ, ხალხზე ვლაპარაკობ. განიცდის, მოკლედ, ხო თქვი არა, ძიმე ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც მუდმივად არის სოციალური პრობლემისაგან, პოლიტიკური პრობლემისაგან და თუ გაუთავებელი ერთმანეთთან დაპირისპირებისგან, რომელიც შედგება. კი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რომ ამ ქვეყანას რა თქმა უნდა აქვს პრობლემები, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად ახდენს გავლენას სოციალურ ცხოვრებაზე. წუთი დაგჭირ. მე ჩემთვის დავამატებ ნერვიულობა. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ეს აგრესიის და ეს დაპირისპირების და ეს ნეგაციის მუხტი, რაც იქნება ამ ქვეყანაში, არა ადეკვატურია იმ ვითარებისა, რა ვითარებაც არის ქვეყანაში. ერთ-ერთი მაღალი ეს მშრალი სტატისტიკა კი არა და რაღაც მოტანილი. ერთ-ერთი მაღალი ზრდის ტემპებია. ამ ქვეყანას აქვს პერსპექტივები, აქ არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანი, სამუშაო ადგილები მატულობს სერვისის და იმის სეგმენტებში და ტურისტულ სეგმენტებში. სხვადასხვა მიმართულებებით არის აშკარა წარმატებები. ხა გახვალთ ქალაქგარეთ და სხვადასხვა რეგიონში და ნახავთ, რომ მიწა არის მოვლილი, ხალხი მუშაობს.
წარმატებები სპორტის სახეობებში ეს ხო ადეკვატური ასახვა ჩამორჩენილ ქვეყანაში სპორტი არ ვითარდება რა და წარმატებები არ გაქვს. სოსო მოდი აი შენ რაც ფიქრობ აი ამ ოპოზიციასთან დაკავშირებით ამ პერსპექტივებთან დაკავშირებით ამ პროტესტით და აი რაც მამუკა ელაპარაკა. სამწუხაროდ ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. აი მე ამას ვიტყვი. ეს არის თავარი უბედურება მე ჯგუფები, ეს მოცემულობა. არ არის ეს მოცემულობა, ეს არის ეგრეთ წოდებული იმიტაციური დემოკრატია. მოცემულობა რო არ არსებობს. არ არსებობს, ხო. იმიტაციური დემოკრატიის მოდელია, რომელიც არის მახე, ასე ვთქვათ, კოლონიურ მდგომარეობაში მოხვედრილი პატარა მცირე ქვეყნებისთვის, სადაც დაუშვათ პოლიტიკური პარტიები კი არ ასრულებენ გარკვეული იმ როლს, რომელიც წესით უნდა რომ შეასრულონ, არამედ ასრულებენ მათ იმიტატორის როლს, ეს ერთი. ამის გარდა თვითონ პარტიული სისტემა, როგორც ჩამოყალიბებულია და თავსმოხვეულია ჩვენთვის ეს ეგრეთ წოდებული სრულად პროპორციული სისტემა, ამაზე რა ვიცი რა რამდენჯერ ნაბრძოლი გვაქვს და ასე შემდეგ, რომ ეს იქნებოდა დამღუპველი და მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო, იმიტომ რომ არ აქვს შენ სტაბილიზატორი ამ სისტემაში. და აი რა მუდმივი, რა თქმა უნდა, მე მაგალითად სრულად მაჟორიტარული სისტემის მომხრე ვარ, იმიტომ რომ ეს ინგლისში თუ არის ჩვენთან რატო არ უნდა იყოს, ხომ? და ასე შემდეგ კიდე უამრავი ნიუანსია აქ ამასთან დაკავშირებული, იმისთვის რომ სტაბილურობას მივახციოს. სტაბილურობის გარეშე ვერანაირი ესე იგი საქართველოში ესე ვერ მოხდება ის გარღვევა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება როგორი ტიპის, ჩვენ ყველა პოტენციალი ახლა დაგროვდა საქართველოში პოტენციალი რომ ჩვენ მართლაც გადავიდეთ სხვა საფეხურზე. ამისთვის და ეს როცა გარდამავალი პერიოდია, შეიძლება საერთოდ ჩავარდეთ იმაში უსხრულში, როგორც ხშირად მოხსვლია, ან და გადავიდეთ უფრო მაღალ საფეხურზე. ამის პირობა გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს შეიძლება გადაიქცეს მართლაც აი როგორც ის რო არის, რა ქვია, ქარბორბალი და თვალი როა უძრავი. აი ესე შეიძლება, ესე იგი ჩვენი იმდენი ქვეყანაა დაინტერესებული და სტაბილურობით, რომ დაუშვათ ჩვენ შეიძლება ძალიან სერიოზულად განვითარებას მივახციოთ. ამისთვისაც მამუკამ თქვა აბსოლუტურად ვეთანხმები იგივე დაუშვათ სისტემაში, რომელიც არსებობს, არა იმიტომ რომ ნაბანწყალს გადავაყოლოთ ბავშვი როგორც იქ პროტესტები, იმაშვები ან სისტემა უნდა დაინგრეს. არამედ სისტემას აქვს სერიოზული რესურსი, ხარვეზები და რესურსიც აქვს გამოსწორების. და ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი ღონისძიებების დასახვა, საჭიროა ასევე ეს დიდი იდეა, რომელიც გააერთიანებს კრიტიკულად დიდ მასას ქართველებისას, big idea, დიახ, და ეს თუ არ გაკეთდა და თუ არ აიხსნა კარგად, აი რას ნიშნავს მაგალითად იგივე ანაკლია, რას ნიშნავს თითეული ადამიანისთვის, რას მოიტანს ეს, დაუშვათ ის პროექტები, რომელიც თითეული ადამიანისთვის რამდენი იქნება ეს მისი კონკრეტული იმისთვის, რა ქვია, ოჯახისთვის, ხომ? და ეს საერთო სიკეთეა. და ამ საერთო განვითარების ფონდი რამდენი იქნება, იმ განვითარების ფონდიდან როგორ იქნება უზრუნველყოფილი ქართული ოჯახები, ეს უნდა გაკეთდეს და ეს როგორც კი გაკეთდება უკვე საყრდენი საშუალო ფენა, რომელიც ნელ-ნელა იზრდება საქართველოს, კი ეს დრამატულად იზრდება სხვათა შორის საშუალო ფენის პარამეტრებით ცოტა ისე ასაწევია, ცოტა არ იყოს. აი ეს რა ქვია, ეს გახდება საყრდენი სტაბილურობის გარანტია გახდება და თუ ჩვენ სტაბილურობას შევინარჩუნეთ, უდიდესი შეიძლება საქართველოს მართლაც ესე იგი გაბწყინდეს. თუ ახლა ეგ რუსთაველზე 365 ჯერ გადაკეტვაზე იქნა ის და ეგეთი ისა წინასწარმეტყველებაა, რომ 365 ჯერ გადაკეტავენ. აი მაშინ დაყოლდება საქართველოს. და პირიქითაც კაცო, თუ კი აქ ღმერთმა არქანას შეიძლება მოხდეს რაღაც სოციალური აფეთქების მაგვარია გადატრიალება და ეს რაც გამოიწვევს, ნუ მოკლედ ეს შეიძლება საერთოდ აი ჯვარი დაუსვას ყველაფერს. ჩვეულებრივად როგორც ბევრი და რა თქმა უნდა მეც ვიტყვი რომ გეთანხმებით და მე მიმაჩნია რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში რაც არის ის რომ შრომა ღირსეულად არ უფასდება ადამიანებს. მეორე არის ის რომ იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს თავისი ფინანსური რესურსი, ბიზნესის კეთება პრაქტიკულად ზართულია რა. შეუძლებელი არ არის 10-დან 1 გამოინახავ ის გააკეთებს, მაგრამ ყველაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მესამე პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან არის შეზღუდული ვერტიკალური მობილობა. ანუ ახალგაზრდა ადამიანი, ჭკვიანი განათლების მქონე, რაღაც დასავლეთში და ასე შემდეგ ვერ პოულობს სოციალური ლიფტები არ მუშაობს. სოციალური ლიფტი არ მუშაობს, ვერ პოულობს მაგას ვამბობდი, მაგას თავიდანვე.
ზუსტად ეგ არის. შენ ამბობდი და მე ჩამოვაყალიბე. დიდი მაგის გარდა კიდე უამრავი რამ არის, რაზეც უნდა იყოს ლაპარაკი. დიდი მადლობა ბატონებო, ერთ-ერთი მე აბსოლუტურად დაწუნებული ვიყავი, რომ იქნებოდა ძალიან საინტერესო, უმეტესი მადლობა მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ, ამ ძალიან საინტერესო შეფასებებისთვის, ანალიზისთვის. გემშვიდობებით მოვალ პარასკევამდე, სულ კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.